არა, მაგრამ ვაპირებ სერიოზულად დავკავდე მაგ საკითხს. ნებისმიერი საკითხი რაც მაინტერესებს, რადგან ოპერატიულ პასუხს გვაძლევს ხოლმე დაწყებული სამედიცინო კუთხით და დამთავრებული ნებისმიერი საკითხისთვის შესაძლოა მოკლედ გამოვიხსენო. არ მინდა ვიადობას. მიჩემნია ჩემი თმოვიძიო. და არ ვენძოლ. როგორც ვიცი კი. ერთად უნივერსიტეტში სულ ხელოვნური ძალიან დაყრდნობილი და მე მიჩემნია ჩემი თმოვიძიო ხოლმე ინფორმაცია. უამრავი სფერო არის. დამატებითი ინფორმაციის მიღება, განმარტება, კონკრეტული ცხრილები და ასე შემდეგ. კი, ყოველდღიურად. ეს ნებისმიერ შემთხვევაში განვითარებას უწყობს ხელს, ყოველ მხრივ განვითარებას უწყობს ხელს. პლუს ამას ძალიან აადვილებს სამუშაო პროცესს. რავი, სკოლისთვის. არ ჭირდება და იმით. აია, მაგრამ ძალიან მიჩვევა იცი. დამბოლ დროს აღარ პრინციპში. ნუ ძალიან იშვიათად. ChatGPT-ს უბრალოდ. ნუ კარგი რამეა, კარგად უნდა გამოიყენო. მაგრამ რთულია დაიცვა ბალანსი. ესე რომ გითხრათ რა უნივერსიტეტში რამე თქვა რა, უბრალოდ რაღაც კითხვები, რაზე შეიძლება ისა უბრალოდ პასუხი ვერ ვნახოთ და ვნახო, მაგ შემთხვევაში ვიყენებ ხოლმე. ან უბრალოდ რაიმე შეკითხვა რომ მქონდეს რა, აი მაგალითად ეს გავაკეთო, რასაც მარტო ვერ ვჭრი ამ კითხვაზე პასუხს. მაგ შემთხვევაში შეიძლება მივწერო AI-ს. ეს დიდი პრობლემა იქნება ძირითადად სკოლის მოსწავლეებისთვის. იმიტომ რომ რაც AI ChatGPT, ეგრეთ წოდებული ChatGPT შემოვიდა, ალბათ დარწმუნებული ვარ და ჩემი ირგვლივ მყოფი სკოლის მოსწავლეები ძირითადად იყენებენ. და მაგის იქეთ უკვე ყველა გაკვეთილი, ყველა ამოცანა, ყველაფერს მაგას აკეთებინებენ. სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ვიყენებ. ანუ სამსახურში დახმარება თუ მჭირდება რა იმეტებლის სამსახურში ვიყენებ. ხშირად იყენებ რასში? თითქმის ყოველდღიურად. თქვენი ასეთ ეს სასარგებლო პროცესი იქნება სამომავლოდ. მაგრამ მგონი სასაშიში იყოს უფრო ალბათ სასარგებლო იქნება ვიდრე სასაშიში. ჩემი აზრით რა. გვეხმარება ყოველდღიურობას გამარტივებაში და სასარგებლოა რატომაც არის. სამწუხაროდ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებ რაიმე კითხვა თუ გამიჩნდება, ChatGPT-ს ვიყენებ ყოველდღიურად. რა კითხვებს გსამხობთ? აი ასე კონკრეტული თემა არა მაქვს, აი რა კუთხითაც გამიჩნდება კითხვები და რაზეც პასუხი არა მაქვს უსმენ. რას მეკრობ ზოგადად AI-ზე? აი გარკვეული პლუსებიც აქვს და მინუსებიც, იმიტომ რომ აი დროთა განმავლობაში შეიძლება ადამიანს ფიქრის უნარიც კი წაართვას გარკვეულ საკითხებზე, იმიტომ რომ აი ფიქრი გვეზარება და ვიცით რომ მარტივ პასუხს გაგვცემს და ყველა კითხვას უსმენთ მას. როგორ იყენებ? ყოველდღიურობისთვის რაღაც ისიც გასაკეთებელი, ან ინფორმაციის მოძიება უფრო მარტივი გახდა ეხლა. Google-ს უფრო ნაკლებად. ძირითადად აი რამის მისაგნებად მაგალითად რამე ქუჩა რომ მაინტერესებს, ან მანძილი ქუჩამდე. რავი, სხვადასხვა რამის გამოთვლისთვის მაგალითად უცებრო რაღაცა გამოვთვალო. სამსახურეობრივად თუ რამე პროექტებში მჭირდება და ერთხელ ჩავატარე კიდევაც საჯარო ლექცია ამაზე ბავშვებთან რაიონში. თუ როგორ უნდა გამოიყენონ სწორად ChatGPT და ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ რეალობაში სწორად გამოყენება და არა ის რომ მთელი ყველაფერი ChatGPT-ს დააწერინო და უშოთ, ან მე დიზაინშიც ვიყენებ Midjourney-ს მაგალითად, რომელიც ძალიან მეხმარება. მოკლედ, ჩემი ყოველდღიურობა